Poli მოქალაქის გარეშე არ არსებობს ძლიერი ქვეყანა. ვისაუბროთ მნიშვნელოვანზე, რადგან ყველაფერი განათლებით იწყება. რადიო იმედის ეთერშია საუბრები განათლებაზე. თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად. ღია ეთერში დაგიბრუნდით, ისტორიკოსი ლევან ჯიქია შემოგვიერთდა. ჩვენი საუბრის თემა იქნება უნივერსიტეტის როლი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ბატონ ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, მოგესალმებით რადიოს მსმენელს. დიდი მადლობა ჩართვისთვის და მართლაც საინტერესო თემა. გავიხსენოთ 1921 წელი და რა თქმა უნდა, რა როლს თამაშობდა უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების პროცესში საინტერესოა და შემდეგ უკვე რა როლი ითამაშა თსმ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. გისმენთ. როგორც ვიცით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, დაარსების თვალსაჩინო ერევნისა და ბაქოს უნივერსიტეტებს. შემთხვევით არ ყოფილა მისი დაარსება დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს 26 იანვარს და სხვათა შორის 26 იანვარი დაწესდა საქართველოში სტუდენტის დღე და მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლიდან საქართველო გადავიდა ახალ კალენდარზე და 26 იანვარი შესაბამისად გახდა 8 საქართველოში 26 იანვარს აღენიშნებოდა სტუდენტის დღე და სტუდენტები განსაკუთრებით ემზადებოდნენ ამ დღისთვის, იქნებოდა სპეციალური კომისია, რომელიც ამ ღონისძიებას ედგა სათავეში, ისინი მიმართავდნენ სხვადასხვა სახელმწიფო თუ შესაბამის ორგანიზაციებს და თხოვდნენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. აქ როგორც წესი ხშირად იყო საუბარი იმაზე თუ რა გააკეთეს სტუდენტებმა, ან რისი გაკეთება ვერ შეძლეს, ან სამავლოდ რას გეკმავდნენ და ასე შემდეგ. ასევე გამოდიოდა სპეციალური ჟურნალი, რომელიც ამ ღონისძიებისთვის იყო მიძღვნილი და ეს ჟურნალი იყიდებოდა როგორც ასეთი. გარდა ამისა, სტუდენტებს ჰქონდათ სხვადასხვა წრეები ჩამოყალიბებული უნივერსიტეტში, სადაც თავისუფალი თემით გამოდიოდნენ სტუდენტები და შეიძლება ითქვას სტუდენტური ცხოვრება ჩქებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც მოგეხსენებათ თავის უნივერსიტეტი ასეთი სახელწოდებით, თუმცა საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 3 სექტემბრის დადგენილებით ის გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა. 1920 წლისთვის დაახლოებით 2700-ზე ცოტათი მეტი სტუდენტი ირიცხებოდა აქ. 1921 წლისთვის რუსეთში მოღვაწე ყველა ქართველი მეცნიერი შეიძლება ითქვას, რომ ჩამოსული იყო საქართველოში და თანამშრომლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. მაშინ მოგეხსენებათ, რომ ახალი ხილი იყო პოლიტიკური პარტიები საქართველოში და შესაბამისად ახალგაზრდები სტუდენტებიც ამ პარტიებში წევრიანდებოდნენ და შესაბამისად საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიას ახალგაზრდული ორგანიზაციები ჰქონდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეს სტუდენტები აქტიურად ეხმარებოდნენ ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. თუნდაც 1921 წლის 27 იანვარს თქვენ მოგეხსენებათ, ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა დე იურე და რა თქმა უნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სათაადოდ აღნიშნეს უკვე 6 თებერვალს. გარდა ამისა, ისინი ეხმიანებოდნენ თუნდაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორისთვის მიყენებულ შეურაცხყოფასაც. მემხედველობაში მაქვს ის ინციდენტი, რომელიც მოხდა 1921 წლის 1 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, ანუ იგივე პარლამენტში. მოგეხსენებათ, დამფუძნებელი კრების წევრი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შალვა ნუცუბიძე, ასევე დამფუძნებელი კრების წევრი იყო ბენია ჩხეკვიშვილი, რომელიც პარალელურად იყო თბილისის მოურავი, ანუ დღევანდელი ტერმინოლოგიით რო ვთქვა თბილისის მერი და მათ შორის 1920 წლის 24 დეკემბერს მოხდა გარკვეული შელაპარაკება, შემდეგ შალვა ნუცუბიძემ რაც დაწერა ბენია ჩხეკვიშვილზე და სწორედ ეს გაუსვენა ბენია ჩხეკვიშვილმა 1921 წლის 1 თებერვალს და პარლამენტის მუშაობის შუა პერიოდში შესვენებისას მათ შორის კულისებში მოხდა შელაპარაკება, რომლის დროსაც ბენია ჩხეკვიშვილმა მუშტი დაარტყა შალვა ნუცუბიძეს, არდი გაუხეთქა, შალვა ნუცუბიძემ მას კამიესროლა, თუმცა ააცილა და საქმეში ჩაერია სოციალ-ფედერალისტი სამსონ დადიანი, რომელიც იქ ადგილზე იმყოფებოდა, ის ჩაერია ამ საქმეში, ბენია ჩხეკვიშვილმა რევოლვერით მოიმარჯვა, თუმცა აქ მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი, რევოლვერიდან გასვლა არ ყოფილა და ამას რა თქმა უნდა გამოეხმაურდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდა ამისა,
პრესის მეშვეობით საზოგადოებას გამოეხმაურა ამ არასასიამოვნო ინციდენტს. ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე სახში მივიდნენ შალვა ნუცუბიძესთან ამ ინციდენტის გამო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალ-ფედერალისტმა სტუდენტებმა მოითხოვეს, რომ შეკრება ყოფილიყო სტუდენტების და ამ საკითხზე ემსჯელა, თუმცა ამ შეკრებაში მონაწილეობა არ მიიღეს სოციალ-დემოკრატმა სტუდენტებმა და ეროვნულ-დემოკრატმა სტუდენტებმა. ხოლო სოციალ-ფედერალისტმა სტუდენტებმა გადაწყვეტეს წასულიყვნენ საპროტესტო მარშით დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის შენობასთან. აქ რაიონზე გადმოდგა და მათ სიტყვით მიმართა დამფუძნებელი კრების წევრმა შალვა მესხიშვილმა და მან მიმართა, რომ არც არის გასაკვირი, რომ სტუდენტებმა ამაზე პროტესტი გამოთქვეს. ამ შემთხვევაში შეურაცხყოფილი იყო არა შალვა ნუცუბიძე, არამედ მთლიანად საქართველოს დამფუძნებელი კრება და ის ადამიანები, რომლებმაც ხმა მიქცეს ამ პარტიასო და ამ პარტიის წევრები და საერთოდ სტუდენტები ითხოვდნენ, რომ ბენია ჭრეკვიშვილი გაერიცხა საქართველოს დამფუძნებელი კრებიდან, თუმცა უმრავლესობამ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ეს საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა 4 თებერვალს და ამით ეს ინციდენტი როგორც ასეთი ამოიწურა. კი ბატონო. დიახ და საინტერესოა კიდევ ის, რომ უნივერსიტეტის მუზეუმის არქივში დაცულია ძალიან საინტერესო ფოტოდოკუმენტები, მემორიალური ნივთები. და აი ამაზე რაც გვეტყვით კოჯერ ტაბახმელასთან მებრძოლ თსს პროფესორ მასწავლებლების ეს ფოტოდოკუმენტებია. აი ამ არქივზეც თუ შეიძლება რომ ისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არქივიც ისტორიაა. და ასახავს 1921 წელს. დიახ, საბედნიეროდ შემორჩენილი არის დოკუმენტები როგორც თბილისის უნივერსიტეტში, ასევე საქართველოს ეროვნულ არქივში, რომელიც მეტნაკლებად შესაძლებელს ხდის იმის აღდგენას, თუ როგორ შეხვდა 1921 წლის თებერვალ-მარტის ომს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მანამდე მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ საბჭოთა რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, თუმცა საბჭოთა რუსეთ-საქართველოსთვის ოფიციალურად ომი არ გამოუცხადებია, რამდენიმე თვით ადრე მან ოფიციალურად აღიარა საქართველოს დადომასთან საზავო ხელშეკრულება 1920 წლის 7 მაისს და ამიტომ ის შეფარვით მოქმედებდა. მოგეხსენებათ, რომ 1920 წლის აპრილსა და ნოემბერში საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო აზერბაიჯანი და სომხეთი და სწორედ იქ დისლოცირებული წითელი არმიის ნაწილები შემოიცვენ საქართველოს ტერიტორიაზე და მოგვიანებით საბჭოთა რუსეთში დისლოცირებული წითელი არმიის ნაწილები შემოიცვენ ჩვენს ტერიტორიაზე და შეიქმნა ძალიან მძიმე ვითარება. 15 თებერვალს უკვე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ იმსჯელა ქვეყანაში არსებული ამ მძიმე ვითარების შესახებ. მან სრული უფლებამოსილება გადასცა მთავრობას ეწარმოებინა ომი მტრის წინააღმდეგ და სხვათა შორის საინტერესოა, რომ 16 თებერვალს გაიხსნა ზარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეკავდა საქართველოს განათლების მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე, რომელსაც სურდა სტუდენტებთან შეხვედრა. თუმცა მას უთხრეს, რომ ასე მალე ვერ მოხერხდებოდა სტუდენტების შეკრება, თუმცა იმ დღეს მაინც შეკრებეს სტუდენტები და გრიგოლ ლორთქიფანიძე გრიგორ ცხილაძესთან ერთად მოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ახალგაზრდობას არსებული მძიმე ვითარების შესახებ აუწყა. მისი თქმით, პერი ყველა მხრიდან უტევდა საქართველოს და სანამ მაშველი ჯარი მოვიდოდა, მანამდე სტუდენტებს უნდა ეყოჩაღათ. თითქმის გამოვიდა ასევე აქ, როგორც მოგეხსენებათ, ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენ ბევრი რამე არ ქონდა იმ დროისთვის, არ ქონდა იარაღი, ბევრი სხვა რამ, თუმცა მან თქვა, რომ როგორც ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, არსებობს ასეთი ანდაზა, ვაშკაცა გული რკინის აღჯარით უნდა ხისაო და ამის შემდეგ წარმოთქვა ივანე ჯავახიშვილმა ის ცნობილი სიტყვები, რომელიც თითოეულმა ქართველმა იცის, მე თქვენ უნდა მოგიწოდებდეთ წიგნისა და კალმისკენ, თუმცა ერი ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ყველაფერი განზე უნდა გადადოთ და მტერს უნდა შეებრძოლოთ და დღეს მე თქვენ იარაღისკენ მოგიწოდებთო. იმდენად ბევრი სტუდენტი შეგროვდა აი ამ დარბაზში და მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტის პირველ აუდიტორიაში მიმდინარეობდა ეს შეხვედრა, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე დიდი იყო, თუმცა დარბაზმა ვერ დაიტია სტუდენტები და შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს და აქ სიტყვით სტუდენტებიც გამოდიოდნენ. ერთმა სტუდენტმა დაიძახა, ქართველო ხელი ხმალს იკარო და სტუდენტები გაირაზმენ და წავიდნენ დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის შენობისკენ. აქ მათ სიტყვით მიმართეს შალვა ნუცუბიძემ, ალექსანდრე ლომთათიძემ,
სხვათა შორის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ რომელმაც თქვა რომ ჩვენსკენ მოემართება მშიერი ბბო რომელსაც სურს რომ აქ გაწყეს მაგრამ ჩვენ საჭმელის ნაცვლად მათ აქ სამარეს დავახვედრეთ აქ სტუდენტებმა დადეს ფიცი რომ იბრძოლებდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე სამშობლოს დასაცავად და მიაშორეს თავიანთ პარტიულ ოფისებს რათა მოხალისეც ჩაწერილი იყვნენ ისინი და ვისაც არ შეეძლო იარაღის ტარება ვისაც არ ჰქონდა ამისი გამოცდილება ისინი სანიტრებად გააფორმეს და ისინი ძირითადად კოჭურ ტაბეხმალას მიდამოებში გაგზავნეს ჩვენ სამწუხაროდ ზუსტად არ ვიცით რამდენი სტუდენტი მონაწილეობდა ამ ომში რამდენი სტუდენტი იყო მოხალისედ წასული თუმცა რამდენიმე სტუდენტის სახელი და გვარი საბედნიეროდ ვიცით ასეთი სტუდენტები იყვნენ მარიამ მარო მაყაშვილი საკუთარ არის მობილი იყო ასევე ასეთი სტუდენტი პავლე ბეშკენაძე იყო ასევე ალექსანდრე არამიძე გიორგი თურმანიძე იოსებ აუქჩიშვილი ალექსანდრე ჯაფარიძე სხვათა შორის ამ ომში მონაწილეობდა სტუდენტი ნიკო კეცხოველი რომელიც მოიხსენებათ გახდა შემდგომში ცნობილი მეცნიერი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ის სხვათა შორის ხელშიც კი დაიჭრა ასევე ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით რამდენი სტუდენტი შეეწირა თბილისის დაცვისათვის ბრძოლას თუმცა რამდენიმე სტუდენტის სახელი და გვარი ვიცით ну რა თქმა უნდა მარო მაყაშვილის სახელი ყველასთვის კარგად ცნობილია ასევე დაიღუპა ნიკოლოზ კალანდარიშვილი პალიკო ბეშკენაძე რომელიც უკვე ვახსენე და რომელიც მარო მაყაშვილთან ერთად იმყოფებოდა და სხვათა შორის მაროსთან ერთად იმსხვერპლა იმ ყუმბარის ნამსხვრევმა პალიკო ბეშკენაძე და გარდაიცვალა ასევე კონსტანტინე კვიცარიძე. სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მინდა მოუყვე მსმენელს რომ როგორც კი თბილისიდან მოხდა ევაკუაცია თბილისის დაცვისათვის ბრძოლაში დაღუპულები ჩამოასვენეს თბილისში და ყველა ცდილობდა თავის ოჯახის წევრი რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა ამოიცნო ამ დაღუპულებს შორის და ასე მივიდნენ იქ ალექსანდრე ალიოშა ჯაფარიძის მშობლები რადგანაც მათი შვილი სახლში არ დაბრუნდა თბილისის ევაკუაციის შემდეგ ერთი დაღუპული მიამსგავს ეს თავიანთ შვილს რომელიც ცოტა გამხდარი მოეჩვენათ შეცვლილიც მოეჩვენათ ამ ადამიანს სისხლი ჰქონდა სახეზე შემხმარი კეფაში იყო ის დაჭრილი და უპატრონეს თავის შვილად ჩათვალეს უპატრონეს ნეკროლოგის გამოქვეყნდა სხვათა შორის გაზეთში რომ 11 მარტს გაიმართებოდა ალექსანდრე ჯაფარიძის დაკრძალვა სამხედრო ტაძრის ეზოში და მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ალექსანდრე ჯაფარიძე ცოცხალი იყო და ის დაბრუნდა სახლში ასე რომ აღმოჩნდა რომ ალექსანდრე ჯაფარიძის მშობლებმა პატივი მიაგეს სამშობლოსათვის დაღუპულ ერთ ახალგაზრდას ახალგაზრდას რომელსაც იმ პერიოდში ჭირისუფალი არ გამოუჩნდა. ასევე თქვენი ცით 24 თებერვალს მოხდა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრების ევაკუაცია თბილისიდან. ისინი გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში. ქართულმა ჯარმა დაიხია დასავლეთ საქართველოს მიმართულები და აქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც გააყონენ ამ ჯარს. შემდეგ უკვე გაიმართა ბრძოლა ბათუმისათვის. თქვენ მოგეხსენებათ 28 თებერვალს საქართველოს შემოუტია ოსმალეთის ჯარმა, მათ დაიკავეს ჩვენი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი და ასევე ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ბათუმი და ამიტომაც ბათუმის დაბრუნებისათვის ბრძოლა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. აქაც სამწუხაროდ სრული სია არ გვაქვს, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არის რამდენიმე დაღუპული სტუდენტის სახელი და გვარი სტუდენტები იყვნენ შოთავა და ჭყორია, შალვა ტურაბელიძე და კირილე ცომაია. შალვა ტურაბელიძე გახდა ქუთაისიდან და ის შესაბამისად ქუთაისში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს, ხოლო კირილე ცომაია თბილისელი გახდა და შესაბამისად თბილისში გადმოასვენეს და აქ დაკრძალეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამმა პროფესორმა დატოვა მაშინ საქართველო, როდესაც მოხდა ემიგრაციაში ქართველი პოლიტიკოსების განგზავრება, ეს სტუდენტები, ეს ლექტორები გახდა თქვენი ცით ეფთიმე თაყაიშვილი, მიხაკო წერეთელი და იყო ასევე ერთი ქალბატონი
ვანდა ღამბაშიძე. სხვათა შორის გვაქვს ინფორმაცია, რომ ივანე ჯავახიშვილსაც შესთავაზეს საზღვარგარეთ წასვლა, თუმცა მას არც უკმანია ამ საკითხზე, რადგან ის ვერ მიატოვებდა ბედის მის მიერ დაარსებულ და ასე ნაზონიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ბოლოს შემდგომმა განვითარებამ ნათელყო, რომ სავსებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო მან. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების მოწინააღმდეგე და ეს მოწინააღმდეგები ცდილობდნენ, რომ ახლა შექმნილი ვითარებით ესარგებლად. თბილისში სხვათა შორის არსებობდა ეგრეთ წოდებულ მილევად რეჟიმში რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომლის რექტორი გახდა არშაკ ბაბოვი. და ამ არშაკ ბაბოვმა 26 თებერვალს უკვე მოითხოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გასაღები. კორნელი კეკელიძე და შალვა ცუბიძე მისულან ივანე ჯავახიშვილთან სახლში და უთქვამთ არშაკ ბაბოვის ამ გადაწყვეტილების შესახებ, მისი ამ ცდილობის შესახებ, არავითარ შემთხვევაში არშაკ ბაბოვს რა ხელი აქვს უნივერსიტეტთან, მე ხავე უნდა გამოვცხადდეო ახალ ხელისუფლებას და იყო ივანე ჯავახიშვილის პასუხი და მართლაც 26 თებერვალს ივანე ჯავახიშვილი პროფესორებთან ერთად მისულა საქართველოს რევოლუციური კომიტეტის წარმომადგენელთან მამია ორახელაშვილთან და მისგან მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უსაფრთხოების გარანტია. ასევე 28 თებერვალს ივანე ჯავახიშვილმა მიიღო თბილისის გარნიზონის უფროსისგან წერილობითი დადგენილება, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქონებაც იქნებოდა დაცული. ასე რომ ივანე ჯავახიშვილის ამ ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადარჩენა, მიუხედავად ამისა, ორჯერ ყოფილა მცდელობა აი რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ ეჩვენებინათ ახალი შემოსული ძალისთვის, საოკუპაციო ძალისთვის, რომ ისინი მათ სამსახურში იყვნენ ჩამდგარი, მაგალითად, თავაზობდნენ თურმე წითელ არმიელებს, რომ გარკვეულ კვოტებს გამოუყოფდნენ ინსტიტუტში და ასე შემდეგ. ორჯერ ქონია დელეგაცია რევკომის წარმომადგენლებთან გაგზავნილი, მაგრამ მათი ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა და ივანე ჯავახიშვილმა თავის თანამოაზრეებთან ერთად შეძლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გადარჩენა და სხვათა შორის საინტერესოა ერთი გარემოება, რომ საკითხის გაშემდეგნაირად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გააგრძელებდა თუ არა სასწავლო პროცესს აი ამ შექმნილი ვითარების მიუხედავად. თუ კი ეს არ მოხდებოდა და სასწავლო პროცესი არ გაგრძელდებოდა, ამით ფაქტობრივად კიდევ დამატებით არგუმენტებს მისცემდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწინააღმდეგებს, ამიტომაც უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1921 წლის 4 მარტიდან განახდებოდა უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი. კი ბატონო. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საოკუპაციო ხელისუფლებამ მიმართა სტუდენტებს, მათ სურდათ რა თქმა უნდა სტუდენტების გული მოეგო, სტუდენტები ყოფილიყვნენ მათ მხარეზე და ამიტომ მოწოდება გაავრცელეს, რომ ახალი ხელისუფლება დაიცავდა სტუდენტის უფლებებს და სტუდენტებს მოუწოდებდნენ აი ამ სოციალისტურ მუშაობაში, სოციალისტურ შრომაში ჩართულიყვნენ. ჩვენ ვიცით ასევე, რომ მიუხედავად ძალიან დიდი ძალისხმევისა, ივანე ჯავახიშვილი იძულებული გახდა საერთოდ ჩამოშორებოდა უნივერსიტეტს მომდევნო წლებში 1926 წელს კვეთით ივანე ჯავახიშვილის ნაცვლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გახდა სოციალ-ფედერალისტი იყო ის თავის დროზე თედორე ყლონტი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი იყო შემდეგ როდესაც მოხდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ის თანამშრომლობდა ამ ძალასთან და მხოლოდ ერთადერთი პარტია იყო თედორე Hollandis პარტია, რომელსაც გაზეთის გამოცემის უფლება მისცეს ბოლშევიკებმა, დანარჩენი პოლიტიკური პარტიები ამ უფლებას მოკლებულნი იყვნენ და მოგვიანებით თედორლონტი საერთოდ კომუნისტურ პარტიას გაწევრიანდა და რა თქმა უნდა ეს დაუფასეს ბოლშევიკებმა, კომუნისტებმა და სწორედ ამიტომაც 1926 წელს ივანე ჯავახიშვილი რექტორის თანამდებობაზე ჩაანაცვლა თედორლონტმა, თუმცა როგორც ხდებოდა საბჭოთა პერიოდში მაინც ბოლომდე არ დაუფასეს მას ეს
ერთგულება და თქვენი წითელი რექტორები, როგორც ეძახდნენ მათ, ივანე ჯავახიშვილის შემდეგ ვინც საბჭოთა ხელისუფლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებად დანიშნა, ყველა ისინი მე-20 საუკუნის 30 წლების პოლიტიკური რეპრესიების დროს დახვრიტეს და ასეთი ბედი ერგო სწორედ თეთრ-ღლონცაც ის 1937 წელს დახვრიტეს. დიახ, და ბატონო ლევან, კიდევ ერთი აქცენტი მინდა გავაკეთოთ, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის და ევროპის წამყვან სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიმოწერაზე და ეს დოკუმენტური მასალა ინახება არქივში და აი ამაზე რას გვეტყვით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ხო, იმ პერიოდში ეს მიმოწერები. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ 1918 წლის 26 მაისს აღვიდგინეთ დაკარგული ეროვნული სახელმწიფოებრიობა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, თუ რამდენად შევძლებდით ჩვენ ამ დამოუკიდებელი დამოუკიდებლობის გამტკიცებას და ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობას და მათი მხრიდან საქართველოს de facto და de jure აღიარებას და ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი მიმოწერა არსებობს. თავიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო აკაკი ჩხენკელი, მოგვიანებით ის გახდა ჩვენი ელჩი საფრანგეთში და ფაქტობრივად მთელი ევროპის მასშტაბით მას მიმოწერა ჰქონდა სხვადასხვა პოლიტიკოსებთან, დიპლომატებთან, რათა მიეღწიათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. პირველი ასეთი მცდელობა სხვათა შორის იყო 1919 წლის გაზაფხულზე, თქვენი ცით იანვრიდან მუშაობა შეუდგა პარიზის საზავო კონფერენცია, ეგრეთ წოდებული გამარჯვებული სახელმწიფოები, როდესაც შეიკრებდნენ პარიზში და ახალი მსოფლიო წესრიგი უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამიტომაც აქ საქართველოს უნდა გაეგზავნა დელეგაცია და ოფიციალურად მოეთხოვა საქართველოს de jure და de facto აღიარება. თუმცა სხვათა შორის საინტერესო იქნება რადიომსმენელისთვის იმის აღნიშნა, რომ თავიდან საქართველოში იგეგმებოდა პარლამენტის იგივე დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩაეტარებინა 1919 წლის შემოდგომაზე. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პარიზის საზავო კონფერენცია უკვე შეკრებილი იყო და ამ კონფერენციაზე საქართველოს უნდა გაეგზავნა დელეგაცია, მიზანშეწონილად ჩაითვალა რომ დელეგაცია გაეგზავნა მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს, ანუ იმ ორგანოს, რომელიც ქართული ხალხის მიერ იქნებოდა არჩეული და შესაბამისად საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევის თარიღმა შემოდგომიდან გადაინაცვლა თებერვალში და ჩვენ სწორედ 1919 წლის თებერვალში ქართულ ხალხს მიეცა მაშინ შესაძლებლობა თვითონ აერჩია თუ რომელ ძალას ამდოდა ის ქვეყნის მართვას და სხვათა შორის სწორედ აქ იყო, როდესაც ქალებს მიეცათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში, თვითონაც ყოფილიყვნენ არჩეულები და 5 ქალბატონი იყო საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი და ამით ჩვენ ვუსწრებდით ევროპის საკმაოდ ბევრ ქვეყანას. და შესაბამისად აი ამ არჩეული პარლამენტის მიერ წაგზავნილმა დელეგაციამ თან ჩაიტანა ქართული ერის მემორანდუმი, სადაც საუბარი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესზე, საქართველოს ისტორიაზე, თუ რა გზა ჰქონდა საქართველოს გავლილი და იმ კანონიერებაზე, რასაც ითხოვდა საქართველოს ევროპის დიდი სახელმწიფოებისგან, რომელთა იყო მისი de facto და de jure აღიარება. სამწუხაროდ მაშინ პირველი მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო და შესაბამისად სოფლის დიდი სახელმწიფოები ახალ გართულებებს თავს არიგებდნენ, ეს absolუტურად გასაგები იყო, მათ იცოდნენ საბჭოთა რუსეთის ინტერესები საქართველოს მიმართ და ამიტომაც ფრთხილად მოქმედებდნენ, რაც სამწუხაროდ ჩვენთვის ცოტა საზიანო აღმოჩნდა, თუნდაც ერთა ლიგის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი ჩვენთვის სასარგებლოდ ვერ გადაწყდა. ქართულმა მხარემ თქვენ ალბათ იცით და რადიომსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა წამოაყენა ინიციატივა, შექმნილიყო ერთა ლიგის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებული იქნებოდა თავისი წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაზე და მას უნდა ეცილებინა კაცობრიობისთვის ახალი მსოფლიო ომი. ბატონ ლევან, შესაბამისად, დიახ, უკაცრავად ჩაგეჭერით საუბარში, ჩვენი დრო იწურება და რამდენიმე წინადადებით შევაჯამოთ. დიახ, რომ შევაჯამოთ ჩვენი საუბარი 1921 წლის თებერვალ-მარტის ომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეძლო თავისი პოზიციის დაფიქსირება, მიუხედავად ზეწოლისა, მათ შორის ივანე ჯავახიშვილმაც განაცხადა, მან მიმართა
საქართველოს დამფუძნებელ კრებასთან არსებულ სპეციალურ თავდაცვის კომიტეტს, რომ უნივერსიტეტი მზად იყო ქვეყნის დასაცავად ყველა თავისი საშუალებით, უნივერსიტეტის დაწესებულებები, უნივერსიტეტის კლინიკები მზად იყო, მომსახურებოდა ომის საჭიროებებს და როგორც უკვე აღნიშნეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იბრძოდნენ ქვეყნის დაცვისათვის ბრძოლაში, ღებულობდნენ მონაწილეობას და საკმაოდ დიდი მსხვერპლიც გაიღეს, თუმცა სამწუხაროდ, როგორც აღნიშნეთ, ჩვენთვის სრული სურათი არ არის ჯერჯერობით ცნობილი, თუ რამდენი სტუდენტი მონაწილეობდა მეტად საშიშვლო ბრძოლაში და შემდგომა კვლევაძიებამ ეს კიდევ უფრო ნათელი უნდა გახადოს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და ფაქტია, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადადგა მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის მოპოვების და ეროვნული დემოკრატიული სახელმწიფოს გამოცხადებამდე, სწორედ თბილისში ეროვნული უნივერსიტეტის შექმნა იყო. დიდი მადლობა ბატონო ლევან, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი იყო ისტორიკოსი ლევან ჯიქია, ხოლო რაც შეეხება საუბრის თემას, ჩვენ ვისაუბრეთ 1921 წლის მოვლენებზე და თსს როლზე, თუ რა როლი ითამაშა უნივერსიტეტმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მადლობა დროებით.